მესამებულთა სულები დაგსკერიან ჩვენ. Kompensation Nazi. გამარჯობა, მე ვარ ლუკა ჭოხონელიძე, სტუდენტი, რომელმაც ერთ დღეს აუდიტორიაში ჯდომას ქუჩაში გასვლა ვამჯობინე, როცა დავაფიქრე, რომ იმ მომენტში მთავარი გამოსვლა უნივერსიტეტის კედლებში არ ტარდებოდა. ეს არის ქართველების ამბავი, არა რომელიმე პარტიის, რომელიმე ჯგუფის, არამედ ხალხის, რომელსაც წლები აჯერებენ, რომ ალტერნატიული არჩევანი არ არსებობს. წლები ეუბნებიან ან ეს, ან ქაოსი. ან ეს, ან უარესი. თითქოს ნელ-ნელა შეგაჩვიეს, რომ სხვა გზა არ არსებობს. მოდი დავსვათ ერთი მარტივი კითხვა: მართლა არ არის ალტერნატივა თუ უბრალოდ არ გაძლევენ საშუალებას დაინახოთ? ალბათ უმრავლესობა დამეთანხმება, რომ დღეს ვცხოვრობთ რეალობაში, სადაც კითხვები არ უყვართ, სადაც დუმილი უფრო კომფორტულია ვიდრე სიმართლის თქმა. მე არ ვაპირებ მოგატყუოთ. არ გეტყვით, რომ ყველაფერი მარტივია. არც ვცდი დაგაჯეროთ, რომ მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს, მაგრამ მერწმუნეთ, ალტერნატივის პოვნა ყოველთვის შეიძლება. ზოგჯერ ის არ ჩანს, ზოგჯერ ახშობენ, ზოგჯერ კი გაიძულებენ, რომ საერთოდ არ ეძებოთ. ვაპირებ საუბარს, რომელიც შეიძლება ბევრს არ მოეწონოს, მაგრამ აუცილებლად დაგაფიქრებთ და გაგიჩენთ ხელისუფლების მიმართ კითხვას, ნუ თუ მართლა ასე უნდა იყოს. ეს არის ქართველების ამბავი, რომელიც ნამდვილად არ დამთავრებულა. Daraga სტუდენტებში, სიცოცხლე ასე დავარდოს, სიკვდილის ყველა კარი დაიწყება, იმ ბედნიერებს დაუღალოს, როცა ჩვენ გავხდით. ალბათ არაერთხელ გსმენიათ სხვადასხვა ძალისგან სიტყვები. მოვიპოვეთ სრული უმრავლესობა. უმრავლესობის აზრია. უმრავლესობა ჩვენ ვართ. საქართველოში ალბათ ცოტა საკითხია, რაზეც მოსახლეობის უმრავლესობა თანხმდება, შეთანხმებულა. მაგალითად ეს იყო რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობის 98%-მა საქართველოს დამოუკიდებლობა აირჩია. ეს იყო 2004 წლის არჩევნები, სადაც 99%-მა აირჩია ცვლილებები, უარი უთხრა უშუქობას, გაჭირვებას, შიმშილს და ასე შემდეგ. მოკლედ, გონი ეროვნულ თემებზე ვთანხმდებით. ეს არის YouTube არხი უმრავლესობა. სივრცე, სადაც უმრავლესობაში ყოველთვის ახალგაზრდები იქნებიან, რომლებიც გინახავთ სხვადასხვა მოძრაობებში, სხვადასხვა პარტიებში, თუმცა უმრავლესობაში ეს ხაზები გაქრება. გამოგვყევით. აქ აუცილებლად იპოვით თქვენთვის საინტერესო თემებს, პერსონაჟებს, მოისმენთ შეფასებებს ცენზურის გარეშე. მოვისმინეთ ბევრი შეფასება. ნახეთ უამრავი ადამიანი პატრიარქის გასვენებაში. ბევრი ჩინოვნიკის საშვით ტაძარში. ერთეულები მოსახლეობის რიგებში. ედროს წმინდა სინოდის წევრი, სინოდის რომელმაც ახალი პატრიარქი უნდა აირჩიოს. მიტროპოლიტი მეუფე შიოს მოსაყდრეთ დასახელებას ერთ-ერთი პირველი ულოცავდა. რა შეცვალა წლებმა, რა შეცვალა პატრიარქის გარდაცვალებამ. ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე დღეს პეტრე ცავა გვიპასუხებს. მოგესალმებით პირველ რიგში, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. კითხვებით დავიწყოთ პირდაპირ. მეუფეო, იყავით თუ არა პატრიარქის გასვენებაში? მოგესალმებით ლუკა, მოგესალმებით თქვენს მსმენელს, მაყურებელს და წარმატება მინდა უსრო წამოწყებას ამ პლატფორმას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება ესე ვთქვათ, მეტი მსმენელი ყავდეთ და მადლიერი და მოაზროვნე. რაც შეეხება ჩემს საკითხს დასმულ შეკითხვას, მე არ ყოფილვარ გასვენებაზე პატრიარქისას. პირველ დღეს რაღაც გარდაცვალებიდან 15 წუთის განმავლობაში დავწერე ჩემი მოკლე სტატუსი, სადაც ჩემი პოზიცია კიდევ ერთხელ მკვეთრად და მკაფიოდ გამგებისთვის დავაფიქსირე, ვისაც ეს საინტერესებდა ჩემი პოზიცია. ნუ იყო მცდელობა, რა თქმა უნდა, მათ შორის ახლობლების მხრიდან, ზოგი ნებსით, ზოგი უნებლით, ზოგი რაღაც ხელოვნურად მცდელობა, რომ აი თითქოს ჩემი მისვლით იქ რაღაცა ესე იგი ერიც კი რაღაცნაირად დაფიქრდებოდა და რაღაცა უფრო მეტად ხმად ირწმუნებდა და შემდეგ ესე სასრული პირებისგან. იყო მოთხოვნა, იყო ახლობლებისაგან, რომ აი მე უფრო ბევრი ხანია დავუშვათ, ერთმა მითხრა, რომ რასაც მე მის აზრს ვითვალისწინებ და პატივცემ, რომ ორი დღეა ვფიქრობო, რომ თქვენ იქნებ მიხვიდეთ და მე ვთხარი, მეგობრებო, რომ მე 2 წელზე მეტია ამაზე ვფიქრობ. 2 წელზე მეტია. ნუ ერთადერთი რასაც გამოგიტყდებით, რომ ესეთი მილოცია, რა თქმა უნდა, იყოს ნებაშენი, ყველა ლოცვა ესე მთავრდება, როგორც ჩვენოში, მაგრამ ასევე ჩვენ სათხოვარს გადავცემთ უფლს და თხოვდი, რომ მithოვია, რომ აი იმას ნუ დაუშვებ, უფალო რომ დაუშვებ თუ ესე იგი სათნო არ იქნება ერისთვის თუ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ჯერა დაუშვებ ჩემი წამოწყებული ბრძოლის ეკლესიაში მანკიერი
მხარეების სამხილებლად, რამაც ის მსხვერპლი ფაქტობრივად გამოიწვია, რომ მასზე ადრე ამ ქვეყნიდან არ წავსულიყავი დავშე. თუ ეს ექნებოდა, რა თქმა უნდა, არის ღვთისთვის სათნო თუ იქნებოდა, ნებისმიერ დღეს ვიყავი მზად, მაგრამ ამ პროპაგანდისა და ესე ვთქვათ, დავარქვევდი ამას ამ კეკებეშნიკური აზროვნების და დღემდე რაც საბჭოთა მემკვიდრეობა საქართველოში არსებობს ამ ადამიანებს და ამ პროპაგანდის ნაწილისთვის რო არ ყოფილიყო ეს ისევ დასაბრკოლებელი. მე 2019-ში იყო ჩემი ხმაურიანი სინოდი, შემდეგ მეუფეები ჯერ დანიელი, მე სამღვდელმთავარი გამომიგზავნა შიომღვიმის მონასტერში. იყო ესეთი მოთხოვნა, ანუ პატრიარქის დავალებით მე მოსულებით, რომ აი თუ თქვენ იტყვით რომ ესე იგი ძალიან განვიცდი რაც მოხდა, ჩვენ ამას გავახმოვანებთ, დაბრუნდებით მარტვილში. უბრალოდ თქვენ შეწყვიტავთ ურთიერთობას მასმედიასთან, ანუ შეწყდება თქვენი ურთიერთობა, ანუ აქტივობა საჯარო. მე ვუთხარი, რა თქმა უნდა, განვიცდი რაც მოხდა, რომ საჯაროდ გახდა პირველი იერარქიის ამხილებელი, დაუშვათ ეს რა თქმა უნდა ძალიან ესეთი ტრაგიკული იყო ერისთვისაც და თუმცა ცოდვა გამხელიჟოს პრინციპით და ხა წმინდა მამათა სწავლებითაც რა თქმა უნდა მხილება ჩვენი ვალდებულება ამოვალეობა, როცა ხედავთ რაღაც უკეთურებას და ცრუ ქრისტიანობას ეკლესიაში. და უთხარი პატრიარქს სისტემური დანაშაული არ მინდა რომ იყოს ეკლესიაში და მე უთხარი რომ თუ ჩემი თქმა იმისა რომ ესე იგი მე უფრო ძალიან განისდის რაც ხდება და თქვენ ესე იგი ამას სინანულით გამისაღებთ და უშოთ პროპაგანდისტულად და მე არ მექნება უფლება რომ ვისაუბრო რა თქმა უნდა მე ამას წამსული არ ვარ. მაშინ ჩვენ ახლა მომავალი ხუთშაბათს აღდგომა ამაღლების დღესწაული მოდიოდა მე შევიკრებებით და ესე იგი განკვეთა მე ვარ ხარისხში შეჩერებული აქვს ახურება. ესე იგი განიკვეთები უთხარი იყოს ღვთისნება, ანუ ხა ბერობას ვერ წამართოს ვერავინ ეკლესიაში არა მღვდელმთავრობისთვის მოვედი, არამედ სული საცხონებლად, უბრალოდ ბერად ყოფილიყავი. ჩემი თავი მიმეწყნა ღმერთისთვის და სული საცხონებლად, ანუ უკეთესი ავირჩიე, მარადიული ბედნიერება, აი გავს სახარებისეულად, მაგალითად იგავში მაცხვარი ამბობს ვაჭარ კაცს, რომელიც ძვირფასი თვლებით ვაჭრობს და უცებ წააწყდება ერთ ძალიან დიდ მარგალიტს, ყველაზე ძვირფას. ყველაფერს გაყიდის, რაც აბადია და იმ ერთს იყიდის. აი ესა როცა აღმოაჩენ ადამიანს ათასასუფეველს, ამ სამოთხის მარადიულ ბედნიერებას, რომელიც ჩვენი გონებისთვის წარმოუდგენელი ნეტარება, ისე როგორც წარმოუდგენელი ტანჯვა დაუშვათ ჯოჯოხეთში. და მე ამ მარადიული ბედნიერებისთვის მოვედი და არა რაღაც საეკლესიო კარიერისთვის და არა მღვდელმთავრო, არა პატევისთვის, როცა ამბობენ რომ აი პატრიარქმა გაკურთხა, მე ეპისკოპოსობის წარმოსულად ეკლესიაში მოვედი. უბრალოდ სადღაც სოფელში თუ გამოქვაბულში არა, სადღაც მიგდებულ მონასტერში ესეთი ბერული ლოცვით, მარხვით ღვთისთვის სათნო ცხოვრებით, ესე იგი აღსრულებულიყა. მოკლედ ვერ შევთანხმდით ამაზე, მაგრამ როგორც მე მითხრეს, ერთ-ერთმა მღვდელმთავარმა, ყანდურმა მღვდელმთავარმა დასვა საკითხი მორიგ სინოდზე, ჩემი ესე ვთქვათ, განკვეთისა და პატრიარქს უთქვამს მისთვის, რომ დაჯიქი მეუფეო, განკვეთა, ანუ ეს რაც მე მითხრეს, რაც შემამდე მოვიდა ამ დღეებში, რომ განკვეთა ადვილია, უკან მოყვანაა რთულიო. ამის შემდეგ, ესე იგი 2022 წლის ახალი წელი რომ შემოდიოდა, იქ შიომღვიმის წინამძღვართან, სადაც მე დავდივართ, სადაც ვარ მივლინებული, ამას ვთქვათ, როგორც დასჯილი, ესე ვთქვათ, ეპისკოპოსი წინამძღვარს დაუკავშირდა დაცვის უფროსი ბატონი ივანე კობაიძე, პატრიარქის იმჟამინდელი დაცვის უფროსი და მან თხოვა ჩემთან შეხვედრა პატრიარქის დავალებით. დაორგანიზაციამ ახალი წლის წინა დღეები იყო და შევხვდით ჩემთან კელიაში შიომღვიმის მონასტერში და ეს ვანო მეუნება ესეთ სიტყვებს რომ აი პატრიარქმა გამომაგზავნა მეუფე რა მოხდა ვაი რამდენიმე დღის წინ გუშინ წინ მეუფე დიმიტრი დარეკავ ბათუმიდან რაღაც მძიმე ავანტყოფობა აღმოაჩნდაო და სასწრაფოდ საოპერაციოდ მიდის ევროპაშიო და ახლა კიდე რამდენიმე დღის გარდაცვლილი იყო ახალგაზრდა მღვდელმთავარი დედოფლის წყაროდან მეუფე დიმიტრი კოვიდით და პატრიარქმა რომ რაღაც ატირდაო რომ მეუფე დიმიტრის რაღაც ამ განსასწრებელზეო და დამიცახაო და მითხრაო რომ წადი მეუფე პეტრესთანო და უთხარიო რომ მეც არა მაგ დიდი ხნის სიცოცხლეო და ამას პირველად ყვები საჯაროდ ახ თქვენთან და ალბათ ღვთისნება რომ აქედან თუ საჭიროდ ჩათვლით რა თქმა უნდა ესე იგი რომ დავიდეს და მეუფე მაპატიოსო რაც შეცდე მის წინაშეო და შემინდოსო ისი არ მინდა რომ მოვკვდეო რომ არ მაპატიოსო პატრიარქმა გადმოსცა მისი დაცვის უფროსის პირით მე უთხარი რომ
ეგრევე მეთქი ვაპატიე თქო ნუ ახლა დამბურძგლა რო იტყვიან ახლა ჩემთვისაც ეს ადამიანურად მაინც ისე მოხდა და მე ვითხარი რომ მე ეგრევე ვაპატიე მეთქი და მამები მეთქი ეკლესიის სწავლებით ამბობენ რომ ანუ ჯოჯოხეთში ისეთი ტანჯვა ენით აღმოწერელი და გონების წარმოუდგენელი რა წარმოიდგეთ ესე აღწერენ რომ აი მატლი გჭამს და არ გუტები ცეცხლში იწვევი და არ სრულდება არ გუტები ანუ ესე იგი დაუძინებელი მატლი და დაუშრეტელი ცეცხლი ესე აღწერენ რა ერთმა ყოველას გვაშოროს და მორწმუნე ადამიანს ანუ შეუძლებელია საკუთარი სისხლის მსმელით შეგეცოდებაო ჯოჯოხეთისთვის და შესაბამისად მე ვუთხარი არავის არ უსურვებ მეთქი და ძალიან გამიხარდა მეთქი რომ პატრიარქმა ეს ნაბიჯი გადადგა თქო რა და ინანიებს თქო დავასრულებ და ეხლა პატრიარქი ელოდებაო შემხოთ ნაბიჯსო და რა უნდა თქო და აიო ესე თქვა რომ ისე არ მინდა რომ მოგდეო რომ მე პეტრე არ მოვიდეს ჩემთან და არ ნახო სიკვდილის წინ ანუ საპატრიარქოში უნდა მივსულიყო ნუ რა თქმა უნდა დავფიქრდი მივხვდი ვისთან მქონდა და რაღაც რო ამბობ კგბ-ს და კგბ-შნიკურ სკოლას ის არ არის რა თქმა უნდა შემთხვევით და იმ სიახლოვემ სწორედ გადავახალისე ყველაფერი ამ სიახლოვემ მომცა უნარი და რაღაც ღვთის მადლით რომ უკვე მოვლენების სწორად შემოფასებია რასაც მომცა ამბობენ ხოლმე რომ თითქოს ფერადი სათვალეებით ვიყავი წლების განმავლობაში ფერადი სათვალეები ჩემინებით არ გამიკეთებია მე ისე მჯეროდა რომ ის მამა იყო და მემსახურებოდ იმას მაშინ მეთქე დავსვამ ახლა შეკითხვას თქო რა ვანოს მეუბნები რომ აი მე თუ 22 წელი შემოდის როგორც გითხარით მე თუ გავახსენდი თუ მას სიკვდილი გაახსენდა და რაღაცა სინანული ჩავარდა და შენდობა ითხოვა თქო მე თუ გავახსენდი ეს დეკანოზი მამალაძე მე ვთხარი ინვალიდი კაცი უკვე მე 6 წელია ციხეშია და კიდე რაღაცა იქ რაღაც ვთხარი სცენარი დაიდგა რაღაც სამარცხვინო რო თითქოს სალომეს თხოვეთ შეწყალება და სალომე მოარი თქვა და ნუ ასე შემდეგ ზურაბაშვილს საუბრობ პრეზიდენტ ყოფილს და მე ვთხარი მამალაძე მეთქი რატო არ გაახსენდა და იმასთან მე გააგზავნა მეთქი და არაო ხო და ვითხარი მე სანამ ესე იგი ეს ხმაურიანი აქამდე მივიდოდა საქმე სანამ მივიდა და არავის სასურველი არ ერთადერთი მოთხოვნა მქონდა მეთქი რომ ეს კაცი რაც უნდა დანაშაული კონდეს მას ჩადენილი რასაც ედავებიანი პატრიარქის შესაძლო თუ მე დივან რეფერენდის ეს აბსურდული არარსებული ციანიდით დღემდე გამოყოფილია ცალკე საქმე და არ არსებობს ანუ შეძენის ფაქტი და ზოგადად არსებობს იყო რა თქმა უნდა შიდა დაპირისპირების ნაწილი და თუ როგორ დავიჯერო მეთქი პატრიარქის გულწრფელობის თუ მე გავახსენდი მე უფე პეტრე და მამალაძე რომელსაც ქრისტეს ატარებდა და ჩემზე უფრო ახლო გარემოცვას წარმოადგენდა მისთვის თქო ესე ის არ გაახსენდა მეთქი და ეს კაცი ციხეში ინვალიდი სარეცელს მიჯაჭული ანუ რამდენიმე წელი სარეცელზე იყო ეტლითაც ვერ გადაადგილდებოდა ამიტომ მე ვთხარი გულწრფელობაში შემაქეჭვი თქო რა და ესე გადაეცი მეთქი რომ მაშინ ხა პატრიარქს უკვე ძალიან გთხოვ მეთქი რომ პირადად გადააცი ნუ დღემდე ეჭვი მაქვს რომ მეორე სართულის ცენზურა გაიარა ამ ჩემმა დანაბარებმა და ესე ვუთხარი რომ გაანთავისუფლო მამალაძე უდანაშაულო კაცი საეკლესიო სასჯელი რაც ეკუთვნის და რასაც ვითხოვდი კომისია უნდა შექმნილიყო პირველი ჩემი ღიად პატრიარქის მხილება ის არამწყემს სიკეთილობის ფორმატში დაიწყო იქიდან რომ მე მოვითხოვე სინოდის გადაწყვეტილების განჩინების აღსრულება რომ სამივე ინსტანციის შემდეგ შეიქმნებოდა კომისია საპატრიარქო კომისია რომელიც შეისწავლიდა მამალაძის საქმეს საეკლესიო ჭრილში კანონიკურად უბრალოდ მდელთავრები ეკითხებოდნენ როცა ეს გადადგა ნინო გონეტაძე ფაქტიურად ბოლო ინსტანცია ეგ იყო როდესაც დაითანხმეს რომ არ უნდა მიიღო წარმოებაში და ზუსტად ემთხვევა დროში და მე ამერიკაში წასულმა დევნილმა მოსამართლემაც კი დაადასტურა რომ ციანიდის საქმეს დაემთხვა ნინო გონეტაძის გადადგომა და კიდე დრო ალბათ და ისტორია მას გვიჩვენებს ესე იგი მამალაძე გამოუშვა ანუ კომისია არ შეიქმნა და ხო კომისიაზე ხდოთავარი მითხარ რომ როგორ წარმოგიდგენე ვინ უნდა იყოს კომისიაში მითხარ მე უფე მე არას არ მქონია პრეტენზია საპატრიარქოს ამე კომისია რამე თანამდებობაზე ჩემი ეპარქიის იქით ნუ ტელევიზიაც ისიც რაღაც იძულებით მებარა და ნუ მორჩილებით მივიღე და როგორც მოვახერხე ისე არ იყო თქვენი სურვილი არა რა თქმა უნდა და მე ვთხარი რომ მაგრამ აი აქ მეთქი ამ ციანდის საქმეზე მე ისეთი აქტიურობა მომეწია პირველი დღიდან როცა არავინ ყველა დუმდა ახსოვს მაშინ იმედის ეთერში თქვი რომ აი ახალი დაჭერილი იყო მამაო და რაღაც მართლა როგორც ისეთი ცის ჩამონგრევასავით იყო ეს რა თქოს მღვდელი მიდიოდა გერმანიაში ციანიდით რაღაც პატრიარქის და მე არავინ ბოდიშიც არ მოიხადა მე აღმოჩნდა რომ ეს მაღალი იერარქი და პატრიარქი იყო მდივან რეფერენტი და ნუ ასე შემდეგ ეს აბსურდში გვაცხოვრეს და რაღაც ისეთი დანაშაულის სპეციფიკის დარღვევა და ასე შემდეგ. ესე იგი
მე უნდა ვიყო ამ კომისიაში მეთქი რა მე ჩემს გარდა ვინც გინდა იყოს ნუ რა თქმა უნდა ეს კომისია აღარ შეიქმნა დღემდე ამ სინოდის განჩინება არ აღსრულებულა და როდესაც მე მოვითხოვე 2018 წლის სინოდზე რომ ეს კომისია რომელიც ჩვენ ვალდებული ვარ და გადაწყვეტილება მივიღეთ რომ შექმნილიყო ვისაუბროთ ამის შექმნაზე პატრიარქი ადგა ზურგი შემაქცია და ლოცვა დაიწყო სინოდი ანუ დახურა სინოდი და დაასრულა სინოდი და ნუ გამოვედი და ეგ ლევან ჩაიძეს ეთერში თქვი რომ ჩემთვის წყემსიკეთილობის მითი დაიმსხვრა მეთქი რა პატრიარქა ის როცა მოიქცა და დღემდე ფაქტიურად ბრალი მე რისთვის საწოლ დასჯელი არის ბრალდება კი არა რომელიც მე ასე ვთქვათ სხვარგადასული ცოდვის და სოდომიის სახით წავაყენე ბრალი და ვამხილე არამედ ჩემზე არის ბრალი რომ არის არამწყემსიკეთილის ფორმატში რომ ესე იგი შეურაცხყოფა მივაყენე მე ვუთხარი რომ მამალაძე გამოვუშვით მე როგორც უკანონოდ უსამართლოდ გამომიშვით გამომაგდეთ ეპარქიიდან ისე დამაბრუნეთ ჩემს ეპარქიაში იმიტომ რომ მე პასუხისმგებლობას დღემდე ვგრძნობ ამ სამრევლოს წინაშე იქ და მართლაც მამები რეული და რაღაც ძალიან აოხრებული არა მარტო ფიზიკურად და რაღაც გარეგნულად არამედ სულიერად ძალიან ისე თქვათ ხა ეპარქიას მაგალითად იგივე კათედრას ქვია დაქურვებული როცა გარდაცვლილია დაუშვათ იერარქი და აქ დაქურვებულიც უარეს მდგომარეობაშია ჭყონდით დღემდე რაც იქ ხდება დაუშვათ მერეც რო ეპისკოპოსის კიდე მივლით დამაბრუნეთ ეპარქიაში მამალაძე გამოუშვი და მე რა თქმა უნდა პატრიარქთან მივალ ვიახლები და სასაუბრო ბევრი მაქვს თქო ესე შევთანხმდით მაგრამ მე არანაირი გაგრძელება ამ ამბავს არ მოყოლია ამიტომ კიდევ ერთხელ ამაზე პასუხი არ მიმიღია მე ვფიქრობ რომ ისინი ფიქრობდნენ რომ ან მართლა რაღაც მე რამე მომებიდო და ან ამის დამმართებდნენ ან მართლა შეიშლებოდი ან მართლა წავიდოდი ამ ქვეყნიდან ან უბრალოდ სულიერ როგორც ერთუხდელ თავს უთხარი ხა ჩემ ადგილას ხო გიცნობთ მეთქი და ძალიან ბევრი აი იმ განსასწელში რასაც ქვია უდანაშაულო დასჯა ხა სასულო პირისთვის მინდა გითხრა ძალიან მარტივად აი დახრეტა ხო არის ჩამოხრჩება ყველაზე მძიმეს აი ირანში რაც ხდება და უშად იქ ცოცხალზე სასულო პირის ყველაზე უმაღლესი სასჯელი ეს არის ღვთელმსახურების დახრეტა იგივე ჩემთვის მე ხარ ვიცი სხვისთვის ეს როგორ არის მაგრამ ჩემთვის და ზოგადად ეკლესიური სწავლებით ღვთისმსახურისთვის ღვთისმსახურების უფლების ჩამორთმევა ეს არის უმაღლესი ზომა სასჯელს აქედან გამომდინარე მე ვიტყოდი რომ თუ ხა ერთმა ამას წინათაც იგივე პარალელს გავავლებ რომ აი უთქვამთ იქ საპატრიარქოს და მის გარემოს ძალიან განვისტით რომ მე ისე წავიდე პატრიარქი რომ მეპეტრე არ შეხვდა და ნუ მე თითქოს მახსენებდა სიკვდილის წინას და დილით რო გაიგუძებდა მეპეტრე ხო არ მოსულა ესე ხარი ძალიან მარტივია რა მე რაც მოვითხოვე თუ ესენი მართლა უსინდისოები არ არიან თუ უხთოები არ არიან და ცრუ ქრისტიანები თუ ეს კაცი ამას ითხოვდა ჩემთან შეხვედრას მაშინ ეთქვათ რომ მეუფე პეტრე ითხოვს ნუ მამალაძე მე უკვე გამოვუშვა მთავრობამ 2 წლის შემდეგ 2023-ში გაუშვეს ამ წელიწად ნახევრის შემდეგ გაუშვა ამ მოთხოვნიდან მამალაძის განთავისუფლების შემდეგ მე ერთადერთი მოთხოვნა მქონდა რომ უკანონო დავარ ესე იგი გამოგდებული ეპარქიიდან დასჯილი და ახადგინეთ სამართლიანობა მეტი სხვა არაფერი და მე ვისაუბროთ შიგნით ამას მე მალევე ამ ჩემი განსასწრების და მძიმე დღეების მალევე ვცდილობდი უბრალოდ რომ მათ ახასიათებთ ესე დროის გაწელვა და გაწელვაში მე ოცნებდა ან ვიღაცა მოკვდება ან ვიღაცა გატყდება ან ვიღაცა რაღაც შეიცვლება ან რამე თემა ნიუსი წამოეწევა და ასე შემდეგ და ნუ მოხდა ისე რა რომ წავიდა ეს კაცი ამ ქვეყნიდან წავიდა რა თქმა უნდა შენდობა ითხოვა მან დაცვის უფროსის პირით და მე შეუნდა და ვაპატიე მაგრამ ხა დანარჩენი ჩემთან მიმართებაში საკითხი რა თქმა უნდა არ გამოსწორებულა და არაფერი ახლა ერთი მეუბნება თუ სახლიდან რა გახდა ძალიან მარტივია თუ სახლიდან გამოგაგდეს და მოდის მე ესე იგი შენი გამომგდებელი და გეუბნება რომ აი მაპატიე მოხჩოკით ნუ როგორც შემომითორე და დავიჩოქებ და პატიებას გთხოვდა ძალიან მარტივია პატიებას თხოვ ადამიანს რომ ვინც გთხოვს ამ პატიებას აძლევ ამ პატიებას შემდგომ ჩვენი ვალდებულებაა რომ აპატიოთ როგორც გითხარი აუცილებელი პირობაა რომ ტრის სიყვარულიც მათ შორის ქრისტიანულის ანბანია ეს არა რომ ესე იგი და თან იცით როგორ უნდა მიხვდე რომ აპატიო აი ყველამ რო იცოდი ძალიან საინტერესოა თუ მისი კარგი არ გაგიხარდა და მისი ცუდი გაგიხარდა ესე იგი არ გიპატიებია ანუ მისი კარგი შენც უნდა გაგიხარდეს და მისი ცუდი უნდა გეწყინოს თუ ნამდვილად პატიებელი ხარ და თუ ნამდვილად შეუნდა თუ ადამიანი გთხოვს ამ პატიებას ახლა იგივე როცა ბავშვები ახსარებებს ვიბარებდი და მოდიოდნენ
რაღაცა მოიპარა, მეზობელსამე წაართვა. ხო ეტყვის სახლი ახლა ღმერთმა გაპატიოს, მაგრამ დამაბრუნეთ ჩემს სახლში, რომელიც წამართვა, საიდანაც გამომაგდა. თქვენი პასუხიც ესეთი იყო. ჩემი პასუხი ეს იყო. თქვენ ბევრჯერ ახსენეთ ძალიან პატიება, რომელიც პატრიარქმა გთხოვა დაცვის სამსახურის საშუალებით. ასევე ახსენეთ, რომ თქვენს მიერ გაგზავნილმა წერილმა მეორე სართულის კრიტიკა გაიარა. ცენზურა გაიარა. წერილი არ იყო, ეს იყო სიტყვიერად. ნუ ეს ჩემი ეჭვი გამოვთქვი, ხო, რომ მე ეჭვი მაქვს, რომ ის პირდაპირ არ მივიდა მესამე სართულზე, არამედ გაიარა, აბა რა გითხრა და მე აქედან რა უთხრა ხო, რა თქმა უნდა, როგორც ხდებოდა ხოლმე რა, ახლა ეს არ არის ჩემთვის უცხო ეს სისტემა როგორც იყო. კი ბატონო, ესე პატიებაში მე მეხუმრებოდა ხოლმე ბოდიში, რომ მოვიდიოდი ხოლმე და მესამე სართულზე რა ვიდოდი პირდაპირ, ერთხელ მითხრა დივან რეფერენტმა მისაყვედურა, რომ შენ არ იციო, ჯერ მეორე სართულზე შემოიარო, პირდაპირ მესამეზე მეთქარი ხევიდან რომ მოვდივარ, ესეთი დაქანებაა მეთქი რა, ესეც სიმაღლიდან მოვდივარ, რომ პირდაპირ ავდივარ მესამეზე თქო და ის ჩემი მთელი იქ მოღვაწეობის მანძილზე მართლა პირდაპირ მესამეზე ავდიოდი, როცა რამე საკითხი მოხდა გადასაწყვეტი. გასაგებია. მოკლედ, აი ეს მაინტერესებს, ესე იგი, პატიების საკითხში პატრიარქი გულისხმობდა, რომ მან მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო, ხო, თუნდაც სინოდის იმ სხდომაზე. როდესაც თქვენ გულსახურებაში შეგიჩერეს. იმიტომ რომ იქ როგორ არის სამე ხად წერილი დღეს გასაჯაროვდა, ველოდებოდი ამ სინოდის სხდომას და ეხლა უკვე გასაჯაროვდა ჩემი წერილი, მიმართვა ქონდა გაკეთებული. შეგვიძლია მე დაგდაოთ და ისარგებლოთ. ესე იგი როგორ არის, რომ მოციქულთა კანონია, მოციქულთა კანონი ყველაზე აღმატებულია ჯულის კანონში, ანუ ჩვენს კანონმდებლობაში. და უშუალოდ ქრისტეს მოციქულების მიერ შედგენილია, რომ ანუ ერთი დანაშაულის გამო, რასაც მე მედავენ, ანუ წყემსიკეთილობის მითის დამსხვრევა, ახლა კიდევ ერთხელ ამბობ, უამრავი ფაქტია ამის, იგივე 9 აპრილის ფაქტიც ასევე გვაფიქრებინებს, რომ წყემსიკეთილი იქ თავს გაწირავდა და გადაეფარებოდა დაუშვათ პირდაპირ ამ ჯალათებს და არ გაიპარებოდა იქიდან დაუშვათ ისე ციკლში. 9 აპრილი ბევრი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა როგორც პატრიარქის საერო. კი ბატონო, მაგრამ მე ვამბობ არ ამ წყემსიკეთილი, ანუ წყემსიკეთილი რა არის? სულ თვისი დადო ცხვართათვის. ანუ შენ თავი გაწირო წყემსი რა ხარ, წყემსი ცხვარს როცა გლები შემოესევა და მტაცებელი, შენ უნდა თავი გაწირო, რომ ისინი გადაარჩინო. აი ეს მარტივად რო ხსნა წყემსიკეთილობის თელი ფენომენი ეგ არის. ხო და აი ამას მე დავებენ და ისე თქვა მინდა რომ მოციქულა კანონი რომ ერთი სასჯელის, ერთი დანაშაულის გამო მრავალგზისი სასჯელი არის დანაშაული, ანუ შურისძიებაა. ეს კი არ არის რომ ადამიანი შენს დასაჯე, იმიტომ რომ ესე იგი რაღაც დააშავა და ეს სასჯელი გამოსწორების რაღაც საშუალებაა, ნებისმიერი სასჯელი არის გამოსწორების საშუალება. ესე უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში, მაგრამ როცა შენ ერთი დანაშაულის გამო მრავალგზის და მე ვარ 4 გზის დაჯილი, ანუ ერთი რომ ველმოქმედება ამიგზავნეს, მეორე რომ ეპარქიიდან გამომაგდეს, მესამე რომ ესე იგი სინოდიდან გამომაგდეს და მეოთხე რომ მონასტერში გამიშვეს მოსანანიებლად. მაშინ როცა ვამბობ რომ არ დავიშავები ამ კუთხით, რა თქმა უნდა პირადი ცოდვები და ამ შემდეგ თემი ცხოვრება პავლე მოციქული ამბობს, ცოდვილთაგან პირველი მე ვარ და ბუნებრივია, ცოდვილები ვარ დედის მოციქულთან შეთაგან ყველანი, მაგრამ მე ვამბობ კონკრეტულ ამ შემთხვევაში ეს იყო მხილება იმისათვის, რომ უბრალოდ ერი გაცემოდა იქ როგორ არის ჟურნალისტი მეკითხება ფაქტიურად ესე გამოვედი მესმედა კი არ ვაპირებდი ამას. თქო და იქ შიგნით ვამხილება ჟურნალისტი მე რა მოხდა და ეს მინდოდა შიგნით რა ხდებოდა. მამალაძე ნუ ჯერ გარეთ დავითარებ რომ მიიღეს გადაწყვეტილება რომ ესე იგი სინოდმა მიმართოს პრეზიდენტს თუ შეწყალებაზე, მაგრამ ნუ ამას მე ეს ფარსი რო გახდებოდა და რაღაც ამას რაღაც იქ სპექტაკლს დადგამდნენ რომ თურმე ესე იგი სალომე მოარი თქვა პატრიარქის და სინოდის თხოვნაზე, ნუ რა თქმა უნდა ესეც ახალი ჩემთვის ახალი ესეთი შეუძლებელი იყო სალომეს უარია თქო? რა თქმა უნდა სისულელია ეს უბრალოდ შეურაცხყოფელია ამის თქმა. რა უბრალოდ მას თავის თავზე ააღებინეს ესე თქვა ჟარგონით. ხო და მე რა მოხდა და მეთქი მე მიმაჩნია რომ პატრიარქმა მაგრამ ერთპიროვნულად მიიღო, მართლა ეს იყო, არ ყოფილა კენჭისყრა ან რაღაცა იქ იყო, რაღაც გამოხტომები მღვდელმთავრების, მაგრამ ის რომ ჩემი საკითხი კენჭისყრაზე ყოფილიყო, რომ მე რომ გამოვედი, მაგალითად ერთ მღვდელმთავარს მღვდელმთავარს როგორც მითხეს, უთქვამს რომ არა ვართ მართლები, არ უნდა გაგვეშვაო რა, მეტრე არ უნდა გასულიყო და ეს გადაწყვეტილება არასწორია და არც პატრიარქმა და არც სხვებმა პასუხი არ გასცეს რა, ანუ დუმილით ეს თემა ესე თქვა გაჩერდა. არ ყოფილა იმათ რიგებში, იმ რადიკალების და ბნელების რიგებში ტაბურეტკით რომ დაძნებდნენ რაღაც უცნაურობებს ქუჩაში და ასე შემდეგ. და თვითონ მე თვითონ დატექსტა ეს მღვდლები რაღაც უზდევნად მოიქცნენ, მაგრამ ჩვეულებრივ ესეც იყო დადგმული სცენარი და არაფერი ვარ. აგერ ავიღოთ სომხეთის მაგალითი. რას ამბობს პაშინიანი, რომელიც მართლა მისაბაძი პრემიერ და პირველი რას ამბობს, რომ პატრიარქის კათოლიკოსის ცხოვრება, პირადი ცხოვრება არ არისო. ეს არის ერის უსაფრთხოების საკითხი. გესმით თქვენ? ერის უსაფრთხოების, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხი იყო ის საკითხი, რომელიც მე დავსვი. და რომელიც დღემდე ბოლომდე ვერ გაიაზრა ერმა.
თუმცა ხომ არსებობს განსხვავებული ხილება ახსენეთ და არა ბრალდება. ხო, ბრალდებასა და ხილებას შორის ძალიან ბევრი განსხვავებაა. ხილებას მოსდევს არგუმენტები. ხო ესე? კი ბატონო, ხილებას მოსდევს ძალიან ბევრი არგუმენტი დასაბუთება, დამტკიცება და ასე შემდეგ. ხილება შემდეგ. როცა სახალხოდ ამბობ, მაგრამ ნებისმიერი ხილება ეკლესია ვალდებულია, რომ იქნეს გამოძიებული და ერთი წლის ვადა ქონდა ფაქტიურად პატრიარქს როგორც ბრალდებულს. ერთი რომ თავი გაემართლებინა. მე მეორე დღესვე ვითხოვდი სინოდის ხდომას 2019 წლის 31 ოქტომბერი იყო. 1 ნოემბერს ვითხოვდი რომ სინოდი გაგრძელებული იყო და მომცემოდა საშუალება და მე გამოვიდნენ ესე იგი ცრუ მოძღვრები და აბის ლინჩის წესით გასამართლებას და ცილისწამებლად გამომაცხადეს. ფაქტიურად მე უფრო მომხრე არ ყავდათ. როგორ? ამ თუნდაც იმ კონკრეტულ სინოდის ხდომაზე, როცა თქვენ ეს პირად საუბრებში რა თქმა უნდა ძალიან ბევრი. იქ რა თქმა უნდა ამის გამბედაობა ერთმა მითხრა რომ მე ამ თემას კი მართალი ხარ, მაგრამ ვინც შეეხო ყველას თავი მოკვეთესო. მივითხარი წმინდა კიბისას მოკვეთეს თავი მე უფე და რა ახლა ქრისტიანობა მაშინ რაღაცა. მაშინ რას ვემსახურები? თუ ჩვენ სულის უარყო თუ სიკვდილის შიში გვაქვს ჩვენ. თუ კარიერის და თუ ამას საერთოდ კარიერად აღიქვამ მღვდელმთავრობას და ამ პატივს და თუ ამის დაკარგვის შიში გაქვს და ამაში დიდი განსხვავდები ნებისმიერი რაღაცა ორღობის პოლიტიკოსისაგან ან ვაი პოლიტიკოსისაგან თუ ნებისმიერი რაღაც უდაყიდული და უშუალოდ ლიდერისაგან. მეორე კითხვა მქონდა რომ დროში რომ უკან დაგაბრუნათ, სხვანაირად მოიქცეოდით თუ არა, ნანობთ თუ არა ამ საქციელს და ასე შემდეგ, თუმცა თქვენი პასუხი ცალსახად გასაგებია. არა, აბსოლუტურად ეს წლები ციანით ხჯერ ფორმა ხომ არ იყო თქვენ აი როგორც აი ამ მოსახლეობიდან წლების შემდეგ. ეკაპრეზიდენტზე მკითხა ის და თქვი ერთ-ერთი უბრალოდ გამისწორებდი კონკო ბარტყული მაქვს რაღაცა იაკობმა მომკაჩა იქ რა წირვის დროს უკან და ეს კონკო ბარტყული ჯვარი მაქვს შებრუნებული და მოვიწესრიგებდი თავს გამოსვლის წინ რა სანამ კამერებთან გამოვიდოდი. მეტი რა ვიცი ხა იქ ლოგიკურად კიდე გეუბნები წინასწარ ამას არ ვაპირებდი, თუმცა იქ თქვი რომ მე ამას აუცილებლად საჯარო ამას ღვთისნება უწოდეთ რომ იქ თქვენ ეს კი ნამდვილად ღვთისნება იყო რომ იქ ჩამეკითხა ჟურნალისტი და რომ იქ მომიწია თქმა და იცით რა მე როცა ჩამჯიქი მანქანის სახში მივედი რომ ღმერთის მადლობელი ვიყავი და რატო იმიტომ რომ მე რომ მომსულიყავი სახში და მე რაღაც დაიწყებოდა იგივე საღამოს ეთერის ან სხვა დროს მომეცემოდა საშუალება იტყოდნენ რომ აი ახლა ვიღაცას შეეკრა და ვიღაცამ როგორც ეხლაც დღემდე მაბრალებენ დღემდე რომ თურმე იმან ვიღაცამ ხან იმას ოცნების ლიდერს აბრალებენ ხან ოპოზიციის და ისეთ სამარცხვინო პინგ-პონგი მიდის რაღაცა რომ ოღონდ ვიღაცას არ დაბრალდეს და იცი მეუბნები ჩემს სინდის დაბრალდეს, ხოლო ჩემი შინაგან ხმას, იმიტომ მე სხვანაირად არ შემეძლო, არც ხა არ შემიძლია სხვანაირად. რომ თუნდაც ჩვენი საუბარი უცე გავა ეთერში და ეს იყოს ჩემი ბოლო ეთერი დავუშვათ. მე მზათა ვარ ამის რომ შევეწირო ამ სიმართლეს, იმიტომ ვიცი რომ ღმერთი მაცხონებს. და ამისთვის ვარ მოსული ეკლესიაში, რომ სული გადავირჩინო. ხო, ესე იგი იგივეს გააკეთებდით მათ შორის ისევ ასე ფიქრობ წლების მერე და მათ შორის პატრიარქი გარდაიცვალა ამის მერე. უფრო მეტი მცდელობა რომ შიგნით ეს თემა შიგნით არ იყო, აი აბსოლუტურად შეუვალი კედელი დავთხოვ. გეუბნები რას ვითხოვდი უდანაშაულო მღვდლის ციხიდან გამოშვებას და გავაგრძელოთ შიგნით საუბარი. ეს იყო ერთ-ერთი საკითხი რომელიც სინოდის ხდომაზე უნდა განგიხილოთ, ხო? მაგრამ კომისია უნდა შექმნილიყო და განხილულიყო, მაგრამ უბრალოდ იმათ რა გააკეთეს, რადგან მე ესეთი რაღაცა კატეგორიული აღმოჩნდი და მე სატელევიზიო ეთერები, სიუჟეტები და ასე შემდეგ ინტერესის რეიტინგული იყო ზოგადად როგორც მახსოვს ეს ჩარტები. თუმცა რაღაცნაირად მე ვთვლიდი რომ თუ შეკითხვა ჩემს მიმართ არსებობს, მე რადგან დავიწყე საჯაროობა, რომ არ უნდა დავიმალო ჩემი ნებით და რაღაც შიშით დავუშვათ და თუ საზოგადოებას აქვს ჩემს მიმართ როგორც ხა თქვენ თხოვეთ მოსვლა ვიფიქრე რომ არსებობს ჩემს მიმართ შეკითხვები. კი ბატონო და აი რამდენი წელია ხო არა ის შეკითხვები ჩემი არ არის ჩემს მიმართ აღარ ქალბატონმა თქვა რომ სადმე უფე პეტრეს მიწვა როგორც შეიძლება თუნდაც ეთერში და კი ბატონო არ უნდა ვიყავ მადლობა ღმერთს მე არას ტელევიზიის დირექტორი ვიყავი რამდენიმე წლის განმავლობაში 8 წლის განმავლობაში ერთსულოვნებაზეა ხო და ერთხელ ეთერში კამერასთან არ დამჯდა ვარ ლოგიკურად მივედით შემდეგ კითხვამდე ხო სინოდის ხდომაზე იმ კონკრეტულ დღეს როცა თქვენ თქვით ის რაც თქვით არ გავმეორდები იქ განხილული უნდა ყოფილიყო როგორც ამალაძის საქმე როგორც თქვენ ახსენეთ ასევე ერთ-ერთმა მიტროპოლიტმა როგორც ვიცი წამოაყენა საკითხი საერო ხელისუფლების მხრიდან საპატრიარქოში ჩარევაზე ხო იქ იყო გვარები მოხსენიებული გომელაური გახარია კვირიკაშვილი ხო რომელიც თვალი იაკობი იყო რომელიც გამოხდა იქ კი არ წამოაყენა იქ თვალი დიახ ნუ ეს ეთერი ვახოსანა ეს ეთერია ძალიან ცნობილი შეგიძლიათ ნახოთ სადაც დარეკა მან თვალმა ნასოლმა რა თვითონ აღიარა რომ ნასოლი ვიყავი და შემდგომ ითხოვა ამის გამო და თქვა რომ აი ესე პატრიარქის გადაყენება უნდათ და
ესე იგი, მაგრამ მან ფაქტობრივად ციანიდამდე ის კითხვა, რომ პატრიარქის წინააღმდეგ არის ბრძოლა დაწყებული, მე დავიცე პატრიარქსა და მე ცოტა ხანში მამალაძე ციანიდ აღმოჩნდა ციხეში. და ესეთი ავანტურა. და იქ რაც იყო დაუშვათ, მე რაც ვიცი. 2017 წელს პატრიარქმა გამოაცხადა მოსახლე დანიშნა და ეს იყო 17-ის აი სინოდის ხდება დამთავრდა წარმოვიდგინეთ. მე ეს ირალიულ ალფები, რომელიც ახლა სამარცხინოდ კიდე რუსულ დელეგაციამ გამოგიგზავნა, კაცი რომელიც სოდომიისათვის ბრალდებული და დასჯელია და კარლოვარშია გამწესებული უნგრეთის ეპარქიიდან და საოცრად ღია საჯაროდ გავრცელებული სკანდალებით დაუშვათ და ოფიციალად ამ ბრალდებით მოსკოვის საპატრიარქო დასაჯა. ესეთი ადამიანი სამძიმრის დელეგაციაში გამოგზავნეს 4 კაციაში. კი მე ამბობთ რომ 4 კაციაში ოფიციალურ დელეგაციაში არ იყო, მაგრამ სამარცხინო ეს ცალკე თემა. და ეს მოდელთა ილარიონ ალფეევი. ის ჩამოდის საპატრიარქოში 2017 წელს და პატრიარქი მე გიორგობის დღესასწაულზე აკეთებს განცხადებას, კითხულობს თავის ბრძანებას, რომ მოსახლე არის დასახელებული. ახლა მოსახლის დროს ახლა მე კი თვითონ მქონდა ეს სინოდზე ნათქვამი უფრო ადრეცა დაიძაბა სიტუაცია, რომ ერთ-ერთი მიზანი მაინც თქვენი მემკვიდრეობის გამოკვლევაა, თქვა ბრძოლები რაცა. ბუდის გიხდით, ეს კითხვა გვაქვს ზუსტად მეფეშიოზე. თუმცა აი მანამდე მინდა რომ ჩაგეკითხოთ ერთი კონკრეტული კავშირში მაშინან თემა კი გავაგზავნოთ რომ ჩაგეკითხებით ერთ პატარა ჩაკითხოთ. თქვენ თქვით რომ რაღაც თვალი იყო არაფხიზო მდგომარეობაში იყო მეფე იაკობი. ან თუ სწორად გავიგე, თქვენ გამორიცხავთ რომ პატრიარქის წინააღმდეგ ბრძოლა იყო მათ შორის ქართული ოცნებიდან, გარეძალებიდან, ამას გამორიცხავთ თუ უბრალოდ მეფე იაკობის ეს აი შემაწყვეტინე და ამიტომ ვერ გაიგე სექტორი და გჭირდებოდა ამ შეკითხვის შემიდე ახლა. კი ბატონო. ესე იგი, მე რას ვამბობ, პატრიარქმა როცა თქვა, რომ მე მოსახლეს ვასახელებ სჯულის კანონის დებულების თანახმად. აი მაგალითად საერო მდგომარეობით, აი პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტის ინსტიტუტი თუ არა გვაქვს, ხო ვერ დაასახელებს, ხო ვერ დანიშნავს ვიცე-პრეზიდენტს, ხო თუ არ არის კონსტიტუციურად. მაგრამ როცა მოსახლე დაასახელა, ის ან უნდა აღსრულებული იყო, ან უნდა გადამდგარიყო. ანუ ის ვალდებული იყო არა თუ პატრიარქს წარბრძოლა, თუ ვინმე ამას თხოვდა გადადგომას, ჩათვალე რომ კანონიკურად თხოვდა. იგივე ავიღოთ ნებისმიერი ჩხატიშვილი მოგონილი მქონდა სცენარი, ახლა მე რაც ვიცი, თავს ვერ დავდებ საკუთარი თავის გარდა. სხვის ნათქვამზე, მაგრამ მე რაც ვიცი, სულ სხვაგვარად იყო. ესე იგი, პატრიარქმა როცა მოსახლე დაასახელა, იქ მეუფება თქვენს რომ ეს მე სინოდზე როცა დავსვით საკითხი რომ თუ მოსახლე ორი პირველი პირის არსებობა ეპარქიაში არ შეიძლება, ანუ მოსახლე მართავდეს, რომელიც როგორც ეხლა ასრულებს მოვალეობას, გამგზავრების კომისიის თავმჯდომარე იყო, სინოდი მოიწვია და ახალ ეს ცესკოს თავმჯდომარეა, ფაქტობრივად ახალი პატრიარქის არჩევნები უნდა უზრუნველყოს. და ნუ გარდამავალ პერიოდში დავუძებოთ, ნინო ბურჯანაძე იყო გარდამავალ პერიოდში პირველი პირი და ახლა ესეთია. როცა შენ ამას ასრულებ, იგი როცა დანიშნა ნინო დაუშვათ, ხო, იმან თავის დროზე გადადგა ეს პრეზიდენტი ახალ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. პატრიარქი ვალდებული იყო რომ გადამდგარიყო. და ხელისუფლება თუ ამას თხოვდა ჩათვალე რომ კანონიკურად თხოვდა მაშინ ახლა მართლა იმის არ მინდა ის სიტყვა იხსენო რომ ადვოკატი ხარო იმ ბოროტი ზარგისოძე თუ ხელისუფლება ამას ითხოვდა სამართლიანად ითხოვდა როგორც სამართლიანად აი როგორც პაშინიანი ხელისუფლებაში საერო როცა ესე ერევა ეს ხო არ არის სწორი თქვენ თქვით რომ სინოდს მოგახსენეთ ეს პატრიარქმა რომ ცოტა ხანით მასაი და გადავდგებია მაგრამ ვინ ეკითხებოდა იქ თუნდაც გომელაურს გახარია გეტყვი ხარ ვინ ეკითხება თუ ხელისუფლება ამბობ ეროვნულ ხელისუფლებას გულისხმობ მაგრამ ამ კონტექსტში თუ ადამიანი ამის კარგს აკეთებს მე დაუფასო ზოგადად მე ერთხელ დავსვი შეკითხვა სინოდზე რომ რჯულის კანონის გარანტი აღსრულების გარანტი ქრისტიანულ სახელმწიფოებში იყო მეფე მართლმადებელი მეფე აი დავით აღმაშენებელი იყო მაგალითად ამხსრულებელი გარანტი რომ რა გადაწყვეტილებას კრება მიიღებდა ეს გადაწყვეტილება აღსრულებული თამარ მეფე იყო გარანტი აღსრულების დღეს ვინ არის მეთქი ვკითხე იმიტომ რომ პატრიარქი უთხარი რომ თქვენ აშკარად არ ღვთ რჯულის კანონს და ამ კონსტიტუციური ამ კანონის უზენაესობის გარანტი ქვეყანაში ხო უნდა იყოს ვიღაცა ხო ინსტიტუცია ხო უნდა მუშაობდეს და საპატრიარქოში ვინ უნდა იყოს და თუ ხელისუფლებამ პატრიარქს რომელსაც ევალებოდა მოსახლეს დასახელების შემდეგ გადადგომა თუ ეს მოთხოვა ამ კონტექსტში ვამბობ რა მნიშვნელობა აქვს მე ხა მეუფეშიო როცა დაასახელა მეუფეშიო დაიბარა ბატონ ბიძინა ივანიშვილი პატრიარქ ხო ნუ არაფორმალ მართველი მაგრამ ყველა მიცით რომ გადაწყვეტილების მიღება ქვეყანაში და უთხრა ჩამოესმინდა როცა მითხეს რომ ჩამოწერილი 5 თემა იყო ეს მისი ის არის როცა მოდიოდა იგივე ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი თუ სხვა ხილვა საკითხებს იგივე სნოში როცა იყო ხო პირველ პირს ელოდებოდა გადაწყვეტილების მიღებას საკითხებს ჩამოწერთ ხოლმე რომ მოვა ხა რა ვთხოვოთ საუბარი იყო რაღაც ვიღაც შეიძლება ციხიდან იყო გამოსაშვები რაღაც ქონება იყო გადასაცემი რაღაც საკითხი იყო როცა ბიძინა მოდიოდა თხოვნის სია მე ვამბობ როცა პირველი პირები მოდიოდნენ თქო და მე მითხეს როცა ბიძინა დაიბარეს 5 თემა იყო ჩამოწერილი და მისცა პატრიარქმა პასუხს ვაგებ რაც მითხრა ესეთ კომპეტენტურმა პიროვნებამ
და ბატონ ბიძინაო აი მე უკვე ასაკში ვარო, ახალგაზრდებს უნდა დაუთმო ასპარეზიო და მეუფეშიო მოსახლე დავასახელეო, ხო იცი კი ვიციო. ხო და აი უკვე უნდა წავიდეო, გადავდგეო და რაღაც არჩევნებით აგერ მეუფეშიო გააგრძელებს და ახალგაზრდები გააგრძელებენო, ესე იგი ეკლესიის მართვასო და რომელი წელია? 2018 წელია. ანუ მოსაყეს მე. და ეს ხუთი საკითხიო თუ შეიძლება რაღაცა საპენსიო საჩუქარი ჩათვალე, რომ ეს მომიგაროთ. თვითონ ბიზნეს ნათქვამს ვიმეორებ. ამ ხუთი საკითხის მოგვარებაში თქვენ ახევარი დაჭირდა. მას დიდად რთული რაღაც დიდი ესე ვთქვათ, კუში იყო თუ არ იყო მარტივი საკითხები და თქვენ ახევარში ხუთივე საკითხი, რაც მე არ ვიცი, საერთოდ ქონება იყო, ფული იყო, საკითხების მოგვარება. რთული გასაკეთებელი პირველ პირისთვის. ეს ხუთივე საკითხი მოგვარდა და ეხლა ელოდებიანო პატრიარქი არეკავს და იქ რაღაცა ხელისუფლება როგორც ახლა დამგზავრებულ კომისია შეიქმნა, რომ რაღაც საორგანიზო კომისია შეიქმნება, რომ პატრიარქი გადადგება, მისი გაცილება 2018 წელს ეს ბევრად უფრო კარგად გამოვიდოდა ეს თქვა, რომ აი ორგანიზებულად რომ აი ერმა თავისი პატრიარქი გააცლა, ასე შემ თან შეხილებული არ არის. და ესე იგი, როცა ელოდებიან, რომ უნდა საორგანიზო საკითხი რაღაც კომისია შეიქმნეს პატრიარქის რაღაცა გადადგომის ცერემონიალისა და შემდეგ ახალი პატრიარქის არჩევების, იბარებენ ისევ, რომ პატრიარქი ხო ესეთი თემით კუთხით, რომ პატრიარქი არის თქვენზე გაბრაზებული და უნდა მოხვიდეთ. მიდის, ხდება კამერები, თითქოს ის მივიდა იმისათვის, რომ აი პატრიარქის გადადგომის ორგანიზება დავაორგანიზოთ. ანუ გადააგდეს მოკლედ რა. ეს ხუთი ბიძინა ვინმე გადააგდო? პატრიარქი ხო რა, ახლა პატრიარქი რა მოგეხსენებათ, სად იყო ბიძინა ეგრო, ესე ვთქვათ, მაგარი იყო ძალიან და ხელისუფლებებს რო ესე ათამაშებდა, რომელი ერთი გინდა დავიშალე. მათ შორის თუნდაც კომუნისტურ პერიოდში თუ მე ხა, ბუნებრივია. თვითონ აქ ნათქვა მე სიტყვას არ მოვერიდები, თუ და მაგარი იგროკიაო, ძალიან ზუსტად შეაფასა. პატრიარქს ეგ ნათქვა მაგარი იგროკია ეგაო. მართლა ნომერ პირველი იგროკი იყო საქართველოში. არაადეკვატური გამოვიდა ზვიადაძე გიორგი და თქვა, რომ ანდერძი არ არსებობს. მას რა უფლება განდერძი რჯულის კანონის და იმ დებულების თანახმად კომისია უნდა შექმნილიყო. პირველ საღამოს როგორც მოასვენეს ცხედარი საპატრიარქოში, დალუქულიყო ეს ისე სეიფები. ხიროტონით უფროს მეუფე ანანია უნდა ყოფილიყო თავმჯდომარე და კომისიას უნდა გაეხსნა. მათ თვალწინ, ყველა თვალწინ უნდა მოხდარიყო ყველა სეიფის გახსნა და ამ ანდერძის მოძიება. და უბრალოდ ჩვენ ვიღაც გიორგი ზვიადაძე რომელიც არანაირად კომპეტენტური არის ამ საკითხში და არანაირად არ ევალებოდა ანდერძის საკითხში მონაწილეობა, გააცხადა, რომ გაახმოვანა, რომ ანდერძი არ არსებობს. ასე რომ ესეთ შეცდომა აქაც ჩანს არასწორი მისი ამ ქვეყნიდან არასწორი და მოუმზადებელი გასვლა, ანუ არაწინდახედული გასვლა. გავიგეთ თქვენი გასაგებია რომ შიო საკითხი იყო ანდერძი გაცხადებული და ჩაუთვალეთ ეს. ანუ ეს მისი ხმა არის ამ სინოდის არჩევნებზე, პატრიარქის ხმა ითვლება? თქვენ ეს გაქვთ წარსულში ნათქვამი? ნუ კაი პატრიარქის ხმა აქვს. კი ბატონო, ახლა მოსაყდრ კიდევ ერთხელ მოსაყდრი არის ადამიანი, რომელიც ორგანიზებას უწევს კითხა დამგზავრებულ კომისიას და არჩევნებს და გარდამავალ პერიოდში არის პირველი პირი და ნუ კაი ჩავთვალოთ რომ ის ხმა მე რა არაფერი ხა სიცოცხლეში დაუშვათ პატრიარქის ხმა რასაც ქვია მაგას დაგიდო ზუსტად მაშინ დაგიკონკრეტებ. აი როცა პატრიარქი მართავს სინოდს და მაგალითად სინოდზე ხმებით რაოდენობა დაждდა რაღაც არჩევითია მაგას კენჭისყრით საკითხი და 20-20-ზე ხო? აი გამარჯვებულია ის მხარე რომელ 20-ში არის პატრიარქი. ანუ ორი ხმაც არ არის, 1.5 1 პლუს ხმა არის. ეს შიო უპირატესია. არა, შიოს არ აქვს ეს, ასე მხოლოდ პატრიარქს. მხოლოდ პატრიარქი როცა არსებობს უკვე ტიტული. როცა კი ბატონო. და თუ 10-ში ან 20-ში არის, აი რომელ 10-ში და 20-ში არის პატრიარქი, რომელ მხარესაც არის, თუ თანაბარი ხმები დაჭდა თორე. ერთი ხმით მეტი თუ აქვს, მეორე მხარეს დაუშვათ. მაშინ ის არ ეთქნება რა თქმა უნდა. გასაგები. ხო, შიო მუჯირი. ჩვენ როცა მოვიძიეთ ნახეთ თქვენი განცხადება, აი ახლა ნამდვილად უნდა ჩავხსნით ეს ვიდეო. დიახ. ტომოს ხელმძღვანელი და წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვრის მოადგილე, ანუ ხელმძღვანელობდა დიასპორას და ქართულ სამრევლოს წლების განმავლობაში და იქიდან იქნა გამორჩეული, ვიცი რომ მან დისერტაცია ასევე დაიცვა და ახლა სულიერი ახლო ურთიერთობა აქვს მის პიროვნებაზე დამოკიდებული ამ პირად ურთიერთობებს და მის გამოცდილებას და მის ბიოგრაფიას რამდენად სწორად ეროვნულად სახელმწიფოებრივად და მართლმადიდებელი ეკლესიის გასამტკიცებლად საქართველოში გამოიყენებს. შიო მუჯირი მიტროპოლიტი დღემდე რომ თუნდაც უპასუხისგან მე მიმაჩნია უპასუხისგან მოეკიდა ამ თემას, რომ 8 წელი ესე გაურკვეველ მდგომარეობაში იყო. და თან
კიდე ცალკე საკითხია, როდესაც იგივე ბრალდება ავიღო და სხვა საკითხები, როდესაც არ მოითხოვა ამ ყველაფრის გარკვევა რჯულის კანონის შესაბამისად და ყველაზე მთავარი, რაც მე ვთქვი, ერთ-ერთ ეთერში თუ ახსნები თამარ ბაღაშვილთან გავაჭირე ეს პრობლემაზე, რომ როცა კითხვა ამბობდნენ, ესე იგი რაღაც ფონი იყო შექმნილი, თითქოს აი მეუფეშიო არის თუმე რუსული ფრთა საკატრებში და მეუფეშიო თუ დამარცხდება, ანუ რუსეთი დამარცხდა, ეს დაახლოებით ისეთია, სვიეთ განსახურდია რომ დააჯერეს კგბ-ს მესეურებმა იმ 77-ში, რომ გაიოს კერატიშვილი იყო ყველაზე ისეთი ცოდომიტი და ცუდი ადამიანი, ესო დამარცხებული იყო და ილია შიულაშვილსო დაეჭირათ ხარი და მერე ზვიეთგვე რამდენიმე წელიწადში ინანიებს რომ მოვთხოვდიო კერატიშვილი გვეგონა რომ დავამარცხე და აღარ გავიყვანე პატრიარქად, მაგრამ ეს უფრო მეტად ლობისტი აღმოჩნდა დაუშვათ ამ იმ ზნედაცემული ადამიანებისა და მერე უკვე ითხოვდა თვითონ ესე ვთქვათ ახალ რუისრუბის და ასე შემდეგ. ანუ რისი თქმა მინდა რომ მეუფე შიოს თვითონ აქეთ ნათქვამი და პატრიარქია მას ხშირად ამბობდა რომ შორენ არის ჩემი მეხამრეთი, ანუ მე პირველ ჩემი საჯაროობა დაიწყო გემახსოვრებად რომ რუხი კარდინალი ქალი მართავს ეკლესიას და შილოვანი მართლობა არის და ერთხელ ბატონ ბიზნეს ხუმრობით უთხრა თქვენი ესკლუზივა არა შილოვანი საპატრიარქოს ესკლუზივია და გაიცინა. საპატრიარქოს ესკლუზივია. ზოგადად ესე და პატრიარქი ამბობდა რომ შორენ არის ჩემი მეხამრეთი. უთქვამს ეს სიცოცხლეში ბევრს გაუგია. და მე მეუფეშიო გახდა მისი მეხამრეთი.